ახლა კიდევ ერთი საკითხი რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა შობის წინა დღეებია ჩვენ ველოდებით მაცხოვრის შობის დღესასწაულს უკვე ულოცავთ დამდეგ შობას ერთმანეთს მე ჩვენ ადრე წინა წელს აი როცა გამიკრა ბილბორდები რომ მოსულოცი რაღაცა სიტყვებით წერია ხოლმე გილოცავთ შობა ახალ წელს და მერია ულოცავს თბილისელებს შობა ახალ წელს და ასე შემდეგ და შარშან ეწერა გილოცავთ ახალ წელს მარტო შობა ამოღებული იყო აღარ ეწერა შობას გილოცავთ თავის შემთხვევით განზრახ არ ვიცი შობლები გვეუბნებიან რომ ბაღში როცა ბავშვებმა მიიღეს საჩუქრები მერიისგან წერია გილოცავთ შობას ბუდეში გილოცავთ ახალ წელს შობა აღარ წერია ხო და გვებადება კითხვა შობა გაუქმდა აღარ არის მისალოცი სიტყვები არ შეიძლება შობაზე ითქვას თუ რაშია საქმე და მეწერს არ მინახეს ბილბორდები მაგრამ აი შარშან ეწერა რომ გილოცავთ ახალ წელს შობის გარდა შობა აღარ იყო მისალოცაენ ფორმაში თბილისის მერიამ არ ვიცი მერმა თუ სხვა ასე მოგვიუთ ჩვენ ახალი წელი შობის გარეშე და ჩვენ ახლა ჩვენთვის თავარი არის შობა ახალ წელზე მეტად და არ ვიცი ამას ალბათ გამოსწორება უნდა იმიტომ რომ შობა ახალი წელი ესე ითქმის ყოველთვის უკვე წლებია ესე ჩვენ გვესმის ესე ულოცავთ ერთმანეთს და შობის არ მილოცვა ერთმანეთზე არის დიდი სირცხვილი ვით უმეტეს თუ შემოუწავ ახალ წელს ადამიანს და არ ულოცავ შობას და ამაში თუ შენ რამეს განგებდებ რომ რაღაცა ამაში აზრს და იდეას ეს ძალიან დიდი სირცხვილი და არასწორი საქციელი და ქმედება არის აი როგორც უკვე ითქვა შარშან ესე იყო დაწერილი გილოცავთ ახალ წელს და იმ წელსაც ბაღში დაარიგეს მილოცების რაღაცა პატარა ფურცელი და იქ წერია გილოცავთ ახალ წელს და შობა აღარ არის მოხსენიებული უნდა ითქვას რომ აი სამწუხაროდ ევროპაში ამერიკაში შობა იქაც ხო დგება ბუნებრივია მაგრამ იქ ძალიან ბევრმა არის ის რა არის შობა და ვინ იშვა შობა გონიათ არის რაღაცა დღესასწაული უნდა ერთმანეთს აჩუქონ სიხარული საჩუქრები და შობა მიმოუწ მაგრამ შობა რა არის თქო ვინ დაიბადა ვინ იშვა რა მოხდა ეს ბევრმა აღარ იცის და ეხლა ამბობენ რომ იქ ესე ულოცავენ გილოცავთ დასწავლს და არა შობას ჩვენ ფილმებს ვნახოთ თქვა საქართველოში ეს ძველი ფილმები ულოცავენ შობა აი ახალი უკვე ეს იდეა წამოსული რომ ეს შობის დღესასწაული რაღაცა ამაზე საუბარი არ იყოს და პრინციპში ახლა იქ ეს იდეაში უკვე ესე მოხდა იმიტომ რომ შობის არსი რაც აი გაუქმებულია სამწუხაროდ იმიტომ რომ იქ საუბარი აღარ არის მაცხოვრის შობაზე იქ საუბარი არის უკვე რაღაც დღესასწაულზე რაც შობას უკავშირდება თუ რა დღე არის ეს ვინ დაიბადა ვინ იშვა რატო იშვა რომ გააჩნიოთ თქვა ინგლისში ჰოლანდიაში გერმანიაში მაგრამ ბევრი ვერ გეტყვის ვინ დაიბადა რა შობა მაგი არავინ არ იცის მე რაღაცა ფილმებს იღებენ შობა ვიღაცა მოიპარავს შობას მოიპარავს და შობა როგორ უნდა მოიპარავ ხო ახლა მასხოვარი დაიბადა და მორჩა ამ ეს თვლიან რომ თუ ადამიანი ხო ზეიმობს და მისცემს ხო საჩუქრად არის შობა და უკვე თქვა ისი არის უკვე აი ევროპელების გონებაში რომ მისი სულიერი მხარე აღარ არსებობს შობისა და ფიზიკურად ბუნებრივია უკვე რაღაც გაუხდა აი ამისი რაღაცა ანალოგიურად ხდება ჩვენთანაც რომ
მერია იქნება ეს თქვა თუ რა ვიცი პრემიერი თუ ვიცი მონდა ამას მიაქციოს რომ ეს რატო ხდება ეს შემთხვევითობაა თუ განგებხდება ის რომ ადამიანს შობა არ მიულოს თქვა რა თქმა უნდა ზოგიერთმა შეიძლება თქვას რომ აი თქვა სხვა კონფესიებს თავს მაშინ მიულოცავენ და რაღაცა მაგრამ შობას ყველა აღიარებს რომ იესო ქრისტე დაიბადა მას აღიარებენ კათოლიკები, პროტესტანტები, 50-იანელები, 160-იანელები, რა ვიცი, ყველანი ვის არიან მუსულმანებიც კი ინდუსები არ აღიარებენ რა, არაფერია მათთვის ეს დღე. მუსულმანებიც კი აღიარებენ მაცხოვრის შობას. და შენ რო თქვა შენს ქვეყანაში სადაც კონსტიტუცია გეუბნება ვთქვათ ეკლესიამ განსაკუთრებული როლი ითამაშებს განვითარებაში მართლმადიდებლობამ და ამას შენ აულოცავ ვთქვათ შენს ხალხშობას ეს ძალიან დიდი შეცდომაზე სისხლია არ ვიცი ამას უნდა ყოველდღიურ მიქცევა და თხოვნაა ჩვენი რომ ეს ხარვეზი გამოსწორდეს რომ ისე ვისი აღდგეს ეს რომ გილოცავთ შობის დღესასწაულს აი როცა იყო ეს ჰაილოს გზაზე ჩვენ დავდივართ ხოლმე პასპორტებმა დააწესა და მადლობა მეც რუსთაველზე იყო გამოკრული გილოცავ შობას პლაკატები საგალობელი იყო ანგელოზების და სულ მორთული იყო ამით თელ ეს ტერიტორია ეხლა რაღაცა აღარ ეგეთაცები აღარ არის სამწუხაროდ და შობის დღესასწაულის დაკნინება არაფერს არ შეიძლება. მე უნდა მე რა ამას ეკლესია ამბობს რომ ყველა დღესასწაულის საფუძველი მაცხოვრის შობა. მაცხოვრის შობა დაიწყო ყველაფერი. დამნაშობას გილოცავს ყველას და ღმერთმა მისცეს ჩვენს ერთს სწორი აღნიშვნის ძალა ამ დღეობისა. ერთად აღმოსვით, ერთად ამბობთ.